დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და უშუალობა განაჩენი არ არის. სწორედ ასე ფიქრობენ ჩვენი სტუმრები, რომელსაც წარმოგიდგენთ, რომ დრო აღარ დავკარგოთ. თათია ტუღუში, მე გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, ოზერ კუტლუ, მე გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი პროფესორი, თამარ ყიფიანი, საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ნუკრი კინტარია, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი. კინტრაია, ბოდიშს ვიხდი. როგორ შემეშალა მეგრული კვარი. კარგით. მოგესალმებით. სამაგად მე ვფიქრობ არ შეგეშალა ის ლოზუნგი. არ შემეშალა, ხო, ნამდვილად რომ განაჩენი არ არის. არ არის. ჩვენი ცენტრის მაგალითზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე ეს დარწმუნებით ვამბობთ ამას, რომ და ვამტკიცებთ საქმით, რაც თავარია, რომ უშუალობა განაჩენი ნამდვილად აღარ არის. განაჩენზე ალბათ ჩვენი ექიმები. ხო და გაგვაცანით აი თქვენი უცხოელი კოლეგა შეიძლება უფრო. ბატონი აზერ კუტლუ, რომელიც ბურსას თურქეთში, ცნობილ ბურსას კლინიკაში მოღვაწეობს და რომელიც ძალიან ბევრ საქართველოსთან ჩასულ პაციენტს იქ უწევდა სამედიცინო მომსახურებას და სწორედ როგორც თავად ამბობს და ალბათ თავადაც აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ჩასული პაციენტების სიმრავლე გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ესეთი პარტნიორობა შედგა ჩაჩავას კლინიკას და ბატონ ოზერს შორის. და ის დღეს უკვე ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციულ ცენტრში თავის გუნდთან ერთად ჩამოვიდა. ალბათ ამაზე მჯობესია თვითონ თავად ისაუბროს. რა გარემო დახდა მას ჩაჩავასში და თავისი თქო გამოცდილება რო გაგვიზიაროს ამ კუთხით. რას უნდა ებოდოს ქართველი პაციენტები? Okay. I work in Turkey, Bursa City. We have an IVF clinic. We have a lot of people all around the world. As there were a lot of people also from Georgia, me and my team, we decided to visit this country and chose the best clinic in Georgia. Not in only Georgia, also in this region, and we see that this is Çaçava Clinic. With our collaboration, there was found the new reproductive health center in Çaçava Clinic. This is the most modern and best and latest technology equipment. And I'm sure that to work in such environment is very comfortable. ბატონი ოზერი მუშაობს ბურსას, ქალაქ ბურსაში, ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ხელმძღვანელია. ძალიან ბევრი პაციენტი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. და მათ ცენტრში, მათ შორის საქართველოსდან იყო ძალიან დიდი რაოდენობის პაციენტების ჩადინება. მათ შორის მე 8 წელია უკვე მათთან ურთიერთობ და ვაგზავნიდი საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართულ პაციენტებს და საკმაოდ რთულებს და ჰქონდა არაჩვეულებრივი შედეგები. ამის გამო გადაწყვიტა ბატონმა ოზერმა თავის გუნდთან ერთად, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ეთვალიერებინათ ენახათ სიტუაცია და ზუსტად გააჩერეს არჩევანი, როდესაც შევთავაზე მე რამოდენიმე ცენტრი, ამოარჩიეს ჩაჩავას კლინიკა. ნუ ყოველ მხრივ მოიხიბლენ თვითონ ჩაჩავას კლინიკაში შესაძლებელია რომ ფაქტიურად ჩანასახის ეტაპიდან მშობიარობამდე ქალმა და გაიაროს მთელი ყველა ეს ეტაპი და მიიღოს ყველანაირი სერვისი აბსოლუტურად კურნალობის ყველა ეტაპზე. ამიტომაც და ხელმძღვანელობამაც მოხიბლა საკმაოდ გარემომ, საკმაოდ კარგმა და ამიტომ გადავწყვიტეთ შევაჩერეთ არჩევანიო ჩაჩავაზე. რაც შეეხება ახალ რეპროდუქციულ ცენტრს ჩაჩავას ბაზაზე არსებულს, იგი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, საკმაოდ ისეთი, რომელიც ევროპის ქვეყანაში შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ცენტრი თვითონაც აღნიშნავენ, რომ შეიძლება არც იყოს. და ამავე დროს ძალიან დიდი საშუალებები გვაქვს, საშუალებას გვაძლევს ეს ცენტრი და მისი აპარატურა აღჭურვილობა, რომ დავნერგოთ თანამედროვე ახალი ტექნოლოგიები უშვილობის აღმოფხვრის საკითხებში, გადაწყდეს უფრო სწრაფად. და გარემოც არის საკმაოდ კომფორტული. კვირაში ორჯერ რომ გადაფრინდებიან და გადმოფრინდებიან, ესე იგი უნდა უღირდეთ აქ სიარული და კომფორტული გარემო. და რა ვიცი, ერთი გუნდი ვართ და მუშაობთ ესე არაჩვეულებრივად და ფიქრობთ, რომ შედეგები ძალიან კარგი იქნება. ბატონო ნუკრი, თქვენც გვინდა ჩაერთოთ ჩვენ საუბარში. ხშირად უშვილობის გამომწვევი მიზეზი არის სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიები.
და სხვადასხვა მეთოდით საჭიროებს გამოსწორებას ეს პრობლემები, მათ შორის ოპერაციული ჩარევით, ქირურგიით. ამ ხრივ რას თავაზობთ პაციენტებს? რა თქმა უნდა, გინეკოლოგიური ოპერაციები ძალიან ხშირად არის საჭირო, როცა უშვილობის პრობლემაა. აქ პრინციპული მნიშვნელობა იმას აქვს, რომ იქ არის იუველირული სამუშაო, ამიტომ უნდა იყოს მაღალი ხარისხის აპარატურა და თვითონ ექიმის კვალიფიკაციაც საკმაოდ მაღალი. ჩვენ გავაზოთ ყველანაირ ქირურგიულ ჩარევას თუ რამე კეთდება გინეკოლოგიაში. დაწყებული ჰისტეროსკოპიით, დამთავრებული ლაპარასკოპიული ოპერაციებით. ინვიტრო განაყოფიერებამდე ვცდილობთ ჯერჯერობით სხვადასხვა თუნდაც ქირურგიული მეთოდებით იქნება როგორმე მივახციოთ აღდგენას და შესაძლებელია მაყურებელმა რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში რომ პირდაპირ ინვიტრო, რატომაც გონიათ რომ რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრია, პირდაპირ ინვიტროთი უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით პირველ ეტაპზე ვიწყებთ მაშინ რა პრობლემით შეიძლება მოგმართოთ თქვენ, იმიტომ რომ მეც ახლა ვიდრე ამას იტყოდით, ვიფიქრე აი უკვე ინვიტრო მინდა და მოვდივარ ამ თქვენ ცენტრში, მაგრამ თურმე არა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი და მარტო ჩვენ არა მთლიანად ჩაჩავას კლინიკაში შესაძლებელია ყველანაირი დახმარების გაწევა, რასაც შეეხება უშვილობას და ჯერ პირველ რიგში ოჯახის დაგეგმა, შვილიანობა. ხო, რაღაც ცუდად გამოდის, მარტო ოჯახის დაგეგმა და ყველანაირი დახმარება, რაც კი შეიძლება რომ პირველადი და მეორადი უშვილობის დროს იყოს აღმოფხრილი ინვიტრომდე და ინვიტრო ეს არის უკვე ყველაზე ბოლო ეტაპი, ოქროს სტანდარტი, რომელმაც პრაქტიკულად შეიძლება ანუ მარტივად შეიძლება პაციენტი მოვიდეს და უბრალოდ მოემზადოს თქვენთან ორსულობისთვის. რა თქმა უნდა, ოჯახის დაგეგმა ზუსტად ეს არის. ზუსტად ამას წარმოადგენს. აი და მაინც ინვიტროს რო დაუბრუნდეთ, აი როგორ ისინი გვაქვს უფრო პერსპექტივა, რას ელოდებთ, რა შედეგები გვაქვს დღეისათვის? იცით, ჩვენ ძალიან ცოტა ხანია და ეს დაახლოებით ერთი თვეა დავიწყეთ ძალიან ყველა ახალი ცენტრი ცდილობს რომ დაიწყოს მარტივი პაციენტებით. ჩვენ რატომაც გადავწყვეტეთ მე და ჩემო გუნდმა და ბატონ ნაოზერთან შეთანხმებით ბატონო და გავრისკოთ მოთხარ და დავიწყოთ ყველაზე რთულით. ნუ ხა ვინც მისმენს ალბათ იცის რომ არ ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება ეს ყოველივე დავიწყეთ. აი ესე გაკეთა სულ 5, აქედან 3 იყო ასაკობრივად მაღალი ჯგუფის და რეზერვის აკვარცხის შემცირებული და მივიღეთ ერთი უკვე ვნახეთ ეხოზე, ეხოლოგიურად ჯერება ტესტით, არის ტყუპი. დაიყო ერთი ემბრიონი და მივიღეთ ტყუპი და არის ეს საოცარი, ნუ არ ვიცი, ვერ გამოხატავთ ამ სიხარულს, რადგან ეს მაინც ახალი ცენტრია და დანარჩენის პასუხებს ახლა ველოდებით. ერთი იყო მამაკაცის უშვილობა ურთულესი და 3-ის პასუხს ველოდებით 4-ში. ასე რომ კარგი სტარტია ხო? ძალიან გვიხარია, აი მართლა ძალიან მიხარია და ჩემი აქ გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო ჩემ გუნდთან ერთად, რომ აი მართლა არ ველოდებოდი, რომ ასეთი რთული დაიწყებოდა და ესე გაგრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ესე გაგრძელდებოდა კიდევ და კიდევ უფრო უკეთესი. თორის არის, რომ პაციენტი მოდის პრობლემით, უშვილობით და საბოლოო ჯამში ამ კლინიკაში გვარდება ყველაფერი და მიდის ბავშვით ხელში. ანუ გამოკვლევებით დაწყებული, ინვიტროთი გაგრძელებული და შემდგომ მშობიარობით დამთავრებული დაფეხმძიმების შემდეგ ანტენატალური პერიოდია, ხო, სამართავი კიდე ორსულობა დრომდეა მისატანი. მშობიარობაც იქვე ჩვენ კლინიკაში ხდება, ასე რომ მთლიანად ყველა პრობლემა ფასებსაც რომ მოაყოლებდეთ აქვე არ იქნებოდა ორი. ფასები არის ჩვენ ისეთი აქტუალური შეკითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად გვისვამენ ხოლმე და მე შემიძლია თამამად ვთქვა და ამაში ალბათ დარწმუნდება ყველა ის პაციენტი, ვინც შემდეგ უკვე მიმართავს ჩვენ კლინიკას, რომ ზოგადად ყველა სერვისზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრშიც ფასები მომსახურება და ხარისხი არის ევროპული, თუმცა ფასები თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ქართულ ბაზართან აბსოლუტურად შესაბამისობაში. სხვანაირად გამორიცხული, ანუ ვერ იქნება ფასი იმ ხარისხის შესაბამისი, როგორიც გაცვეთილია ეს, რომ ვთქვათ, მაგრამ ხარისხზე მაღალი ფასი ნამდვილად არ არის. ნებისმიერ სერვისზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ქირურგიაზეც. დიახ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ რაც შეეხება ლაპარასკოპიას და ჰისტეროსკოპიას, ჩვენ კლინიკაში საქართველოში ყველაზე უფრო დაბალი ფასია, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი ძალიან მაღალია. და კიდევ ერთი რაც ვისარგებლებ ეთერით და გავაჟღერებ ამასაც ჩვენი გუნდის ინიციატივით რაღაც მოკლე პერიოდი გადავწყვიტეთ ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ეტაპი პირველადი კონსულტაციები ჩვენ ცენტრში იქნება უფასო და პაციენტები შეძლებენ სრულფასოვანი კონსულტაცია მიიღონ და
დაკვალიანდნენ თავიანთი პრობლემის ეს ყველაფერი ჩაჩავას კლინიკის ტერიტორიაზე ხდება? ჩაჩავას კლინიკის ტერიტორიაზე, კი ბატონო. საინტერესოა, რაოდენობით მსურველები ბევრი არიან დარწმუნებული ვარ. საკმაოდ ბევრი. როგორ აბავთ თავს არის ამის საშუალება? ტრაფიკი. რაღაცა გათვლები რაც ჩვენ გქონდა, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს, რაც გქონდა გათვლები. ცხადია, რომ ბაზარზე ამ სერვისის მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ კლინიკამ ეს ახალი განყოფილება გახსნა, თუმცა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და როგორც მაინც მე ვფიქრობ, საუკეთესო რეკლამა მაინც არის შედეგები და ის პაციენტები, ვისთანაც ჩვენ ეს შედეგები უკვე გქონდა, არ დავასახელებ, არ დავკონკრეტდები, თუმცა იყვნენ უკვე ნამკურნალები პაციენტები არა მხოლოდ საქართველოში, ანუ მათ არ ქონდათ შედეგები, რთული შემთხვევები იყო და ასეთ პაციენტებში შედეგის მიღწევამ რაღაცა გაზარდა უფრო თითქოს ნაკადი. ჩვენ ესე ფართოდ რეკლამირება ამ ცენტრის არ გაგვიკეთებია. გამახსენდა დადუ ჩაჩავაში. მობილი რეკლამა. არა, ანუ ყურების ჩამოყრა, რომ დავშოთ ცადეთ, ბევრჯერ ბევრგან თუ ხო არის მსგავსი, აი არაერთხელ ცადეთ იქ გამფრინით, აქ გამოფრინით, აქ, მაგრამ ნუ რაღაცა ესე თქვა, ყურების ჩამოყრა არ ღირს, ხო, თათია ამ ვაცხადებ, ხო, რა თქმა უნდა, ესეთი პაციენტი ბევრია, რომელსაც მრავალჯერადი ცდელობა აქვს, მაგრამ აქ ვართ აბსოლუტურად სხვა გუნდი, ანუ სხვადასხვა ქვეყნის ისინი, სხვადასხვა ტვინები, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ერთიანდება ეს ყველაფერი და რაღაცა მართლა ძალიან კაი შედეგია. მე თვითონაც აი რეკლამის და იმის გარეშე არსად არ თქმულა ჯერ რომ ვთქვათ აი გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტი ჩაჩავაში. აი მართლა არავინ არ იცოდა და ამდენი პაციენტია და ნუ ამ ეტაპის ჩვენი რეკლამა არის შედეგები. ხო და მე კიდევ ვთვლიდი რომ ჯერ კიდე არც იყო საჭირო ამის ესე აფიში, იმდენად ბევრია ხალხი ნამდვილად რომ ჯერ ოზერი ვერ შეძლებს რომ მუდმივად აქ იყოს და რაღაცა ესე მაინც ხშირად უწევს ფრენა აქეთ იქ. ისე ძალიან ოპტიმისტურად ღირს ეს ყველაფერი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ანუ 100%-იანი გამაყრა რაღაცა შემთხვევები ხო არსებობს გარანტია ასეთი რამე არ არსებობს. ესე არ ფიქრობთ მაგას არა 100%-იანი გარანტიები მედიცინაში ზოგადად არ არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ეს ახალგახსნილი ცენტრი არის, თუმცა ჩვენ კოლეგას ბატონ ოზერსა ჩვენს ასევე თურქეთში საკმაოდ ცნობილ ემბრიოლოგს აქვს 30 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის. ძალიან ტიტულოვანი და ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, ამაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი შედეგებიც ხატყობს, თუმცა ისინი ძალიან ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ დროული მიმართვიანობა არის მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ მოდიან ჩვენთან პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ 7-8 წლის 10 წლის უშუალობა და არც არიან დიაგნოსტირებულები. ზოგადად ასე ითვლება, რომ 1 წლის არ დამდგარების შემდეგ უკვე ისმევა დიაგნოზი უშუალოდ. ხო და ამიტომ უნდა შეგეკამათოთ, რომ არ არის საჭირო აფიშირება და რეკლამირება. სწორედ რომ არის საჭირო, რომ სიტყვაზე გამოგეკიდეთ. სწორედ მაგიტომ, რომ 7-8 წელი ეს განცდა არ ატარონ ადამიანებმა საკუთარში. ფსიქოლოგიურად დათრგუნულები ყველაფერს თავი დაანებოთ, რაღაცა თვითმკურნალობას მიიღებენ ზოგი ხელს თვით დიაგნოსტირებას და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მიუტევებელი შეცდომა, რომელსაც ისინი ჩადიან. თუმცა მე ძალიან მიხარია, რომ ეს ასე ვთქვათ, გაიხსნა ეს წლე რომ ირცხვენოდათ ექიმთან ისმა რომ იქნებ რაღაცა მეშინია ეს სტიგმა აღარ არის. ანუ ამ პრობლემით მოდიან და თან რაც თავარია ხედავენ რომ უკვე ძალიან ბევრია, ისინი მარტო არ არიან, ძალიან ბევრია, ზოგადად აქტუალურია ეს საკითხი და პრობლემურია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა ამ ეთერით მინდა ვისარგებლო და ვახსენო ჯეიმის, რომელიც ჩვენთან ერთად არ არის, ჩვენი ემბრიოლოგი, საკმაოდ ცნობილი, ის ამბობს ხშირად ჩვენ ლაბორატორიაზე, რომ ეს არის მომავლის ლაბორატორია და მეც ვფიქრობ, რომ ამ ლაბორატორიას აქვს მომავალი და კიდევ ერთი ძალიან დიდი იმედი რისიც მაქვს, რომ პაციენტები, რომლებიც აქამდე ამ ტიპის სერვისის მისაღებად მასიურად მიდიოდნენ უცხოეთში, იგივე თათიაც ძალიან ხშირად რეკომენდაციას უწევდა ინვიტრო განაყოფიერების მსურველ პაციენტებს, რომ ეს მომსახურება მიეღოთ იგივე თურქეთში, უკრაინაში, ანუ დღეს შესაძლებელია, რომ ამ კონტინგენტის პაციენტებს აბსოლუტურად სრულფასოვანი და მართლაც ევროპული დონის მომსახურება მიიღონ უკვე ქვეყნიდან გაუსწორად. რამდენი პატარაც მოევლინება ქვეყანას ამ ცენტრის მუშაობის შედეგად და რამდენიც უკვე მოევლინა თქვენი პროფესიონალიზმის შედეგად. ძალიან დიდი მადლობა და ყველას უსურვებ წარმატებებს, ვინც გეგმავს ოჯახს და ვინც გეგმავს რომ ყავდეს პატარა. დღეს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ დღეს ჩვენი გადაცემა მესამე. ხვალ ახალი ამბები ჩვენს სხვა შუა დღეში. ნახვამდის. ხვალამდე.